ახალი არხი, დიდი ისტორიით, ეს არის რუსთავიორის ახალი სეზონის მთავარი გზავნილი, ამ არხს მართლაც უდიდესი ისტორია აქვს და სიმბოლურია, რომ განახლებული შუადღის პირველი სტუმარი იქნება ადამიანი, რომელიც რუსთავიორის ხსენებისთანავე ერთ-ერთი პირველი გაგახსენდებათ და რომელიც ამ არხის ისტორიის უდიდესი ნაწილია. რუსთავიორის განძი არქივის ავტორი თომა ჩაგელიშვილი შემოგვიერთდება, რომელიც ახალი პროექტით გაახარებს ჩვენს მაყურებელს. ამჯერად ის ღამით მუზეუმს გააცოცხლებს და ექსპონატების მეშვეობით გვამოგზაურებს სხვადასხვა საუკუნესა თუ ეპოქაში. რუსთავიორის კამერა ჩავა საქართველოს თითქმის ყველა კუთხეში. გადაცემა იქნება ყოველკვირეული და სტარტს აიღებს ოქტომბრიდან. დანარჩენზე უკვე ვისაუბრებთ ახალი გადაცემის მთავარ გმირებთან, თომა ჩაგელიშვილი, ღამე მუზეუმში წამყვანი და თამარ მახარაძე, სცენარის ავტორი, კინოდოკუმენტალისტი არიან ჩვენი სტუმრები. მოგესალმებით, მოგზაურობთ. თამარ კეთილი იყოს თქვენი მობრძანება, თომასთვის კი ნამდვილად არ არის სიახლე აქ და უბრალოდ განახლებული სტუდია არის მისთვის. დავიბენი. ჩვენ ხომ არ სიახლეს მაინც თავისი ისახლავს. ხო, რა თქმა უნდა. მოგესალმებით, თომა ბატონო. როგორ ახალდება? გადასარება და ლევან, როლია ეხლა შენ. როლია, პირო ეს როლია. ოღონდ ლევანი ხარ ხურცილი, არის განსხვავება, სხვას არ თამაშობს. თომა. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ მართლა ძალიან მნიშვნელოვანი არქივისთვის. ახალი გამოწვევები, თქვენთვისაც ახალი გამოწვევები, ჩვენთვისაც მთელი არქივისთვისაც და უსურვოთ წარმატებები ერთმანეთს. აუცილებლად საქართველოს ისტორიის თხრობის რა მანერა არ გვინახავს შენი მხრიდან, რა გზა არ მოგიძებნია, ეს არის აბსოლუტურად სხვა გზა, რასაც ახლა ჩვენ ვნახავთ ოქტომბრიდან. როგორ უნდა გააცოცხლო ღამე მუზეუმი? ხათაშორის ეს იყო ბაკურის იდეა. საუბრობდით, აი რა როგორ შეიძლება პოზიციონირებულიყავი მე რუსთავიორში და მითხრა რომ აი ესე ხედავ და მომიყო ამბავი ღამე მუზეუმში, აი როგორ იყო ეს იყო და აი ესო ნივთი რომ გამოჩნდებაო, აი ამ ნივთი რა რეფლექსიასაც გაძლევს, აი ამ ნივთით რაღაც გაცოცხლებული ამბები. ანუ რამდენიმე ნივთი ხო არის თქვა მუზეუმში ხო და თითოეულ ნივთს აქვს თავისი ისტორია. და რამდენიმე ნივთი უნდა იყოს მუზეუმში, რომელიც გვაძლევს ჩვენ რაღაცა დიდ ამბავს და აი ამ ამბებიდან უნდა მოვყვეთ ამას. იმდენად მომეწონა მართლა რა ვიცი რა აღარ მიფიქრია ისტორიაზე და რა აღარ მიფიქრია მუზეუმზე. ეგეთი ხედვა მართლა ძალიან საინტერესო იყო. ბაკურ ბაკურაძე საუბარია მაყურებლისთვის, რომ თქვა ჩვენი არქის დირექტორზე, რომელსაც არავის არ დაგვაკლო იდეები. ფაქტია რომ მაყურებელიც ხედავს. ხო და რა ვიცი, ჩემთვისაც ახალი გამოწვევა არის, ჩემთვისაც ძალიან საინტერესო არის და ვფიქრობ, რომ მართლა მაყურებელს შევთავაზებთ ძალიან კარგ ხედვას ჩვენი ისტორიის. ძალიან საინტერესო იქნება, მე დარწმუნებული ვარ, თომა, როგორც შენი ყველა პროექტი და მე რამდენადაც ვიცი, ეს არის, ასე ვთქვათ, ყოველკვირეული გადაცემა და საკმაოდ შრომატევადი იქნება თვითონ მასალის მოძებაც, ამ ყველაფრის ერთად შეკვრა და ამდენი ინფორმაცია. კი, ნამდვილად და როგორ ფიქრობთ ამას, როგორ ახერხებთ, როგორ მოახერხებთ, რო გითხრათ ორი სიტყვით. პირველ ყოვლისა გილოცავთ ახალ ეთერს, ახალ სტუდიას. ბედნიერი იყოს ჩვენი ფეხი. ამ სტუდიაშიც და ავტოგრაფის გუნდის ფეხი რუსთავიორში იყოს ბედნიერი. აი, ძალიან დაგჭირდა რომ ეს აღნიშნეთ, ამაზე უკვე ხვალ ვისაუბრებთ. ხვალ ვისაუბრებთ, მაგრამ რაც შეეხება გადაცემას ღამე მუზეუმში, ავტოგრაფი არ მიხსენებია შემთხვევით, იმიტომ რომ თომასთვის იქნება ეს ახალი და საინტერესო გამოწვევა, როგორც თვითონ ბრძანა, იმიტომ რომ ამ გადაცემაში თქვენ იხილავთ სრულად განსხვავებულ თომა ჩაგელიშვილს, რომელიც თომურიც არის და ავტოგრაფულიც არის. აი რაღაც ასე. რაც შეეხება გადაცემას. იცით კულტურა მართლა ტოვებს ყველაზე წარუშლელ ავტოგრაფს, არა მხოლოდ ერთი კონკრეტული თაობის, არამედ ეპოქების ცნობიერებაზე. და ქართული კულტურა მართლაც არის ისეთი ძვირფასი და ისეთი მნიშვნელოვანი, გულისხმობს საერთაშორისო მნიშვნელობისას. და ჩვენს მუზეუმებში ნამდვილად არის საგანძური, რომელზეც უნდა იყოს საუბარი მუდმივად, მაგრამ კუთხე ამ გადაცემისა საინტერესო არის იმდენად, რამდენადაც ეს არ არის კონკრეტულ ნივთებზე მხოლოდ საუბარი. არამედ ეს არის ადამიანებზე საუბარი, პორტრეტები ხელოვანებისა, მამულიშვილებისა, ამ ნივთის უბრალოდ მფლობელებისა, რომლებსაც ჰქონდათ ისეთი შინაგანი პოტენციალი, რომ
მათმა სულიერმა მდგომარეობამ და უმაღლესი ხარისხის პროფესიონალიზმმა შექმნა აი ეს მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენს ქვეყანას აქვს. ამიტომ ამ გადაცემას მე ვუყურებ როგორც პორტრეტს ადამიანებისას და ამავდროულად უყურებ როგორც ქართული მშვენიერების, ქართული სულის მშვენიერების, აი საუკუნეებში გამფენილის, რაღაც თანამედროვე კუთხით მაყურებლისათვის კიდევ ერთხელ შეხსენებას და ცოტა სიამაყეს რომ როგორი მაგრები ვართ ჩვენ. მე ვისურვებდი ნამდვილად ჩვენ ტელესივრცეში ბევრი ასეთი გადაცემა იყოს. წარმატებას გისურვებ. როგორ დაიბადა იდეა? აი იდეა უკვე მოყერე იყო კონკრეტულად იყო რამე ისტორიული ფაქტი ან ექსპონატი რომელიც შთაგონების წყარო გახდა შემდგომ. აი მანამდე თუ ყოფილა ხალხი ფიქრები რომ აი ეგეთი რაღაც კინოც არის ხო იცით რომ ხავე მუზეუმში ზუსტად იგივე ის ხომ არ იყო ეგეც ინტერპრეტაცია ამ ყველაფრის არა აი როგორც გითხარით ეგ ხდებოდა ბაკურის კაბინეტში დირექტორის კაბინეტში იქ საუბრობდით და ხარ ჩავთვათ ბაკური უბრალოდ ხო გეუბნები ხა ბევრ რამეზე მიფიქრია, მრავალნაირად მიფიქრია ჩემ პროფესიაზე, ისტორიაზე ზოგადად როგორ ვაცოცხლებ და როცა საუბარი იყო მითხრა აი ესეთი რაღაცა მინდა და ამბავი მოიყვანა ექვთიმე თაყაიშვილზე მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილის ამბავმა და გამახსენდა ჩემცაც მაგალითად ექვთიმე თაყაიშვილი ვინ არის. ანუ პირველი ეგ გაგახსენდათ ამ იდეასთან. ხო და ანუ ჩემთვის მაგალითად ხო ექვთიმე თაყაიშვილი ყველა ბევრს ვინც იცის ექვთიმე თაყაიშვილი, უბრალოდ სტერეოტიპია ეგეთი რომ არის ერთ მოხუცი ადამიანი, რომელსაც სიარული უჭირდა და რაღაცა წიგნების ჭია. სინამდვილეში ექვთიმე თაყაიშვილი არის თანამედროვე გაგებით რომ ვთქვათ ინდიანა ჯონსი ქართველი. აბსოლუტურად რომელიც თავისუფლად მოიპარავდა რაღაც ისტორიულ ექსპონატს და შესწირავდა შემდეგ მუზეუმს. არ შეწყვებოდა მაგისი და ჰქონდა ესეთი შემთხვევები იყო კიდეც. ანუ ჩვენ ადამიანებს როცა გვინდა რომ მოვყვეთ და როცა გვინდა რომ რაღაც ადამიანები გავაცნოთ, ხო უნდა გავაცნოთ სხვანაირად. სხვანაირად როგორიც იყვნენ ის სინამდვილეში და ესეთები როგორი სტერეოტიპებიც გვაქვს. ჩვენ ზოგადად მეცნიერები გონია ხოლმე მარტო რომ ცხედან და ან რაღაცა წიგნს წერენ, ან რაღაცა იმ რა ვიცი ბიბლიოთეკაში არიან და იქიდან არ გამოდიან, მაგრამ ამ დროს ამის უკან ისეთ საინტერესო ადამიანები არიან, რომლებიც რა ვიცი მართლა საამაყოები არიან ჩვენთვის და ჩვენს მაგალითის მიმცემები არიან მართლა. ზოგადად ახლა ექვთიმეს იმიტომ ვიცნობ კარგად რომ სცენარზე ვმუშაობდი და ფილმის გადაღება მინდოდა და მთელი ცხოვრება მას უყურებდი, არა მხოლოდ როგორც ჩვენ განძის ცველს და რომელმაც შემდეგ დიდი რა ვიცი მანში გადაარჩინა იქ რაც იყო გაყიდვას და მე დაბრუნებაში ძალიან დიდი როლი ითამაშა. ეს არის მართლა ჩვენი ინდიანა ჯონსი, მართლა აი პოპულარულ ენაზე რო ვთქვათ, ხო? ესეთი ადამიანები გაცოცხლებიან ჩვენ ინდიანა ჯონსი საერთოდ მოგონილი და შექმნილი პერსონაჟია და ეს რეალური მოყავს ეგ არის, ხო? ხო და ჩვენ ეგეთი ყავდა, ჩვენ ასეთი ყავდა, ახლა ექვთიმეს არ ქონდა, იცით რა ყოველთვის ამბობდა ხოლმე რომ დაკავებული იყო რითი ნივთების შეგროვებით, ექსპონატების შეგროვებით. იმის დროც კი არ ქონდა რომ ბევრი გამოეკვლია და ესეთი რაღაცა აქვს ნათქვამი რომ მე ამასო ვაკეთებ, იმიტომ რომ მოვასწრო, გადავარჩინო. ანუ ეს იყო ჩვენი გადამრჩენელი, ჩვენი საგანძურის, რომ შემდეგი თაობები ვინც იქნებიანო, მათ დაუტოვება საკვლევად უკვე ეს მასალა. მე ვიპოვი იმათმა გამოიკვლინა. ხო, აი მე ვიპოვი და მე ყველა ვერ გამოვიკლებ, მაგრამ ეხლა თავარი პოვნაა და გამოკლებას პოვნა ისი თავის ქსელი ხოდა მაგალითად გაკეთებული იმეების ვაჭრების. იმეების და იმ ვაჭრების თუ რაღაცა ნივთი იყო, ძველი რაღაცა არტეფაქტი იყო, ჯერ მასთან უნდა მოეტანათ ყოველთვის, მასთან უნდა მოეტანათ. და ქსელი ხოდა აწყობილი როგორ გადაერჩინა ეს ისტორიული მემკვიდრეობა ჩვენ და ძალიან ბევრი ანუ რატო ყვები ახლა ჩვენ ადამიანებს მოყვებით, რა ვიცი მუზეუმებით რაც თავარია ეს იქნება ღამე მუზეუმში ცოცხლდებიან ღამე მუზეუმში ცოცხლდებიან ეს ჩვენი ექსპონატები და ცოცხლდებიან ის ადამიანები ვისაც ეკუთვნოდა ეს ნივთი ან ვისაც ეკუთვნის ეს მუზეუმი ან ვისთანაც ჩვენ რეფლექსია გვექნება ზოგადად შერჩეული თუ გაქვთ აი ბოდიში ლევან კითხე შეშეგობლები მოხდეთ ოქტომბრიდან დაიწყება გადაღებებს იწყებთ არა რას ამბობ მეც მაინტერესებდა სხვათა შორის ეს როდის დაიწყებოდა შერჩეული თუ გაქვთ უკვე მუზეუმები და რა მაინტერესებს ქრონოლოგიურად მიყვება გადაცემების ციკლი ანუ ვიწყებთ უკიდურესი წარსულიდან და მოვდივართ აი უახლოეს წარსულამდე თუ როგორ რანაირად ფიქრობთ თავ მუზეუმებზე შემოყევი ხო იბატონო ექვთიმე თაყაიშვილს რაც შეეხება ხა ინდიანა ჯონსი არ ვიცი მაგრამ ამ ქვეყნის სინდის ნამუსი რო არის ეგ ნამდვილად ვიცი რაც შეეხება მუზეუმებს პირველი 4 გადაცემა რომელსაც ვფიქრობ და გადაღებები დაწყებული გვაქვს დავით სარაჯიშვილი იმიტომ რომ მწერალთა სახლში არის ეს არის ერთ-ერთი იშვიათი მუზეუმი, რომელიც არის არა მხოლოდ მუზეუმი, არამედ საცხოვრებელი სივრცეც არის შენარჩუნებული. ცოტა გვაქვს ასეთი რამ ჩვენ საქართველოში. ასეთი გვაქვს ჩვენ ეგრეთ წოდებული სმირნოვების მუზეუმი, ასე იხსენიებენ მუზეუმს, რომელიც არის მულტიკულტურული სივრცე, სადაც ერთად მოიყარა თავი თბილისში, ტაბიძის ქუჩაზე.
ქართულმა, ფრანგულმა, იტალიურმა, რუსულმა, სომხურმა და გერმანულმა კულტურათა სხვადასხვა შრეებმა. და ესენი არიან ადამიანები, ვინც სხვათა შორის ბრძანდებიან ქეთოდაკოტის პროტოტიპები. ამ სახლის მფლობელები და იქ არის ვინტელჰარტერი, იქ არის აივაზოვსკი, იქ არის ინსტრუმენტი, რომელთანაც ჩაიკოვსკი იჯდა, ეს ერთ-ერთი მუზეუმი. ჩვენი საგანძური რაც მთავარია. ჩვენი ოქროს ფონდი, რომელიც იქნება განხილული ცოტა სხვა სპექტრში. ყველა ექსპონატზე კონკრეტული გადაცემა არ გვექნება, ჩვენ გვექნება ახლა ქალთა ისტორია. იმიტომ რომ საქართველოს ისტორია არის ქალთა ისტორია, რაღაც კუთხით. როცა აი მარჯორი ვორდროპი საქართველოში ჩამობრძანდა, ილია ჭავჭავაძე მას უთხრა ასეთი რამ, რომ ჩვენ ახლა ძალიან ძიმე მდგომარეობაში ვართო ქვეყანაო და ეს ქვეყანა არის ღვთისმშობლის წილხვედრიო და უყვება ქალთა ისტორიას. თამარი, ქეთევანი, შუშანიკი, მარიამ დედოფალი და თქვენო ეტყობავ ახლა იმიტომ ჩამობრძანდით, რომ უკვე უცხოელმა ქალებმა დიდი მისია უნდა აიღონ ქართული კულტურის პოპულარიზაციაშიო და აი ამ ჭრილში იქნება დანახული, იმიტომ რომ ბედიის ბარძიმი, რომლის ტიტორიც არის გაერთიანებული საქართველოს პირველი დედოფალი ბაგრატის დედა, ეს იქნება მართა მარიამი, დავით აღმაშენებლის მამი და ეს იქნება თამარი რასაკვირველია და ეს იქნება დედოფალი მარიამი, რომელიც არის გიორგი პირველის მეუღლე და სვეტიცხოვლის აღმშენებელი. და რა თქმა უნდა პირველ ოთხეულში რა თქმა უნდა იქნება ილია ჭავჭავაძე. მაგრამ საინტერესოდ კი არა მნიშვნელოვანი ჩვენთვის არის ის, რომ ჩვენ ყვებით არა მხოლოდ ექსპონატებზე და არა მხოლოდ ბიოგრაფიებზე, არამედ ჩვენ ყვებით კონკრეტულ ამბებს, იმიტომ რომ ამბავი, დეტალი ქმნის აბსოლუტურად ადამიანის ხასიათს, როგორ შეუძლია მას ამა თუ იმ სიტუაციაში მოიქცეს. და მნიშვნელოვანი ჩვენთვის და მგონი მაყურებლისთვის არის ის, რომ ამ გადაცემაში ჩვენ გვექნება მუსიკა. რომელიც გააცოცხლებს ეპოქას. საუკეთესო წარმომადგენლები ქართული სცენისა იქნება ეს ბასიანი, იქნება სიმონ ჯანგულაშვილის საპატრიარქოს გზამების გუნდი, იქნება ეს შვიდკაცა, ჩვენი ძვირფასი ქეთი გაბისიანი, ჩვენი ძვირფასი ნიკა ნიკვაშვილი, ისინი ცოცხლად შეასრულებენ ქართული ხმები და ასე შემდგომ სხვადასხვა ორმაგად საინტერესო გახდა ამბავი. აი ამ ბოლო თქმამ გამიჩინა ეს აზრი. ეხლა სცენარი არის ისტორია, ფაქტები და ამას მე მოყოლა რა თქმა უნდა თანმიმდევრულობა, ეს ხელოვნების ნიმუშად შეიძლება იქცეს, მაგრამ აი ორივესთან მაქვს კითხვა. ამ მხატვრული ელემენტებიც იქნება ამ ყველაფერში თუ მხოლოდ დოკუმენტურად ისტორიულ ფაქტებზე ვისაუბრებთ? თომა ივლის და ისაუბრებს მოყვება ამ ყველაფერს. შემდეგ გადაღება რეჟისორი გახლავთ ვახტანგ მამალაძე, ჩვენთვის ძალიან ძვირფასი ადამიანი და ქართველი მაყურებლისთვის კარგად ცნობილი და მისი ხედვა და ბაკურის ხედვა ყველა ერთად როგორც შევთანხმდით გახლავთ ის, რომ ეს უნდა იყოს ღამე. ყველაფერი ღამე იქნება გადაღებული. და კინემატოგრაფიული იქნება რაღაცნაირად, მაგრამ უფრო მხატვრულ დოკუმენტური. და მუსიკალური სამოდელო. მხატვრული ელემენტები იქნება აუცილებლად. აი ეპოქის კოსტიუმირებული გაცოცხლება შეიძლება, მაგრამ მინიმალისტურად იქნება. ეხლა რა თქმა უნდა ჩვენ პატარულ სცენებს არ არა, მე საჩემო ადგილს ვეძებ. ტელეფონის ნომერი ხო გაქვს? იჩო. მეც აქვე ვარ, ამეროს. უკან ამოუდგები. შუადღეს მივეტოვეთ ახლა. ანუ ჩვენ ვარსკვლავები უკვე ყავს ფაქტიურად. შეგვიძლია რომ ვარსკვლავებთან ერთად წავიდეთ. თომა იმხელა ვარსკვლავი ამარხის, რომ მე მგონი მარტოს გაართმევს თავს, ასე რომ მოდი დავრჩეთ შუადღეში თომა. თქვენის ნებართვით სანამ დაგემშვიდობებით მთლიან ჯგუფს ეკეთყვით ორ სიტყვას. თომა ჩაგელიშვილი ადამიანი რომელიც ჩვენ აქ დაგხვდა და რომელთან ურთიერთობაც პატივია, განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო ვიკა ქავჟარაძე, მთავარი პროდიუსერია, რომლის გულისხმიერება, ინტელექტი, პროფესიონალიზმი ჩემთვის იყო უდიდესი საჩუქარი მასთან შეხვედრა. ვახტანგ მამალაძე რეჟისორი, ნიკოლოზ კაკილაშვილი აღმასრულებელი პროდიუსერი, ანუ ავტოგრაფიდან მე და ნიკოლოზი ვარ და არაჩვეულებრივი პროფესიონალი ოპერატორების გუნდი, ვისთან ურთიერთობის ბედნიერება ჩვენ მქონდა. და მადლობა ამ პროექტისათვის რუსთავი 2-ს. ნამდვილად, მადლობა თქვენ. უსურვებ წარმატებებს ნამდვილად. პირველ აი საბოლოო დროს შევაჯამოთ ჩვენი გადაცემის ეს ნაწილი, რა არის მთავარი ხიბლი იმის რატო უნდა დაელოდოს მაყურებელი და მოინიშნოს თარიღი ოქტომბრიდან კიდევ ერთხელ უთხრეთ მაყურებელს რომ უკვე სტარტს აიღებს ეს არაჩვეულებრივი გადაცემა. იცი რა, აი მართლა მთელი ეს პერიოდი ვფიქრობ ამ გადაცემაზე, ამ ახალ გადაცემაზე და ამ იმაზე, რა არის ამის მთავარი ამბავი, ხო? ეს არის მართლა ღამე მუზეუმში, სადაც ცოცხლდება წარსული.
რაც მისტიურია რაღაცა ღამე და ცოცხლდება წარსული და ცოცხლდება ეს წარსული ჩვენს თვალწინ. რომელსაც ჩვენ მთლიანად თავიდან ბოლომდე შევიგრძნობთ და ჩვენ ვფიქრობ, რომ რაც დროში მოგზაურობას ვთავაზობთ მაყურებელს. ღამე მუზეუმში, სადაც მართლა გაყინული ამბავი არ იქნება იქ, მინის მიღმა არ იქნება არაფერი, ყველაფერი იქნება ხელშესახები. ყოველ შემთხვევაში ჩვენი სურვილი არის ეს. მოგლეთ, ფეხბედნიერი იყოს თქვენი მობრძანება ჩვენთან შევადგეს და პირველი სტუმრები არის საოცარი ფეხი მაგ. ვიცი, აი, დასაწყისში გისურვებთ წარმატებები და ასევე გისურვებთ წარმატებებს მართლა მინდა რომ შუა დღეს განსაკუთრებით გულშემატკივარი ვარ მე ამ გადაცემის და მინდა რომ მართლა წარმატებული სეზონი გისურვოთ და წარმატებული რა ვიცი ახალი გამოწვევები გისურვოთ. თქვენ და თქვენს ერთად